109 წელი საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიდან. ისტორიულ თარიღთან დაკავშირებით სიონის საპატრიარქო ტაძარში დღეს პატრიარქის პანაშვიდთან ერთად სამადლობელი პარაკლისიც ჩატარდა. წირვა პატრიარქის ტახტის მოსაყდრე მაღავლინა. სვეტიცხოვლის ტაძარში შეკრებილმა ქართველმა სამღვდელოებამ საგანგებო საეკლესიო კრებაზე ქართული ეკლესიის ავტოკეფალია 1917 წლის 25 მარტს აღადგინა და საპატრიარქო მმართველობა კვლავ შემოიღო. თუმცა ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობა სოფლიო საპატრიარქომ ოფიციალურად მხოლოდ 1990 წელს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ძალისხმევით აღიარა. ჩვენ აღნიშნავთ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს. და მეტად სიმბოლურია, რომ სწორედ დღეს შესრულდა მე-9 დღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალებიდან. როგორც იცით, საქართველოს ეკლესია ერთ-ერთი უძველესია მართლმადიდებელ ეკლესიათა შორის. ვიმყოფებით სიონის წმინდა ტაძარში და დიდი მოწიწებით და მადლიერებით ვართ გამსჭვალულნი ჩვენი წმინდა პატრიარქებისადმი, წინაპრებისადმი, რომლებიც არ შეეგუენ, არ შეხუებიან ისინი ავტოკეფალიის დაკარგვას, არამედ თავიანთი თავგანწირვით, შრომით, დიდი ღვაწლის ფასად კვლავ დაუბრუნეს და აღუდგინეს ძველად არსებული ისტორიული ავტოკეფალია ჩვენს ქვეყანას და ეკლესიას. ესენი იყვნენ წმინდა კათოლიკოს პატრიარქები კირიონი, ამბროსი, კალისტრატე, კათოლიკოს პატრიარქები ლეონიდე, ქრისტეფორე, მელქისედეკი, ეფრემი, სხვა სასულიერო პირები, საერო პირები, მიტროპოლიტი ანტონ გიორგაძე და სხვები და სხვები. მაგრამ აი კათოლიკოს პატრიარქები აქ ამ წმინდა ტაძარში განისვენებენ და მათ გვერდით უკვე სამუდამო ადგილი დაიმკვიდრა მათმა ღირსეულმა მემკვიდრემ და მათი საქმეების გამგრძელებელმა კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ. სიონის საკათედრო ტაძარში ხალხის რიგი მთელი დღის განმავლობაში არ წყდება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორისთვის პატივის მისაგებად საფლავთან მისვლა მოქალაქეებს ყოველ დღე დილის 8 საათიდან საღამოს 10 საათამდე შეუძლიათ. პანაშვიდები 40 დღის განმავლობაში უწყვეტად გაგრძელდება. როდესაც გარდაიცვლება წმინდა და მართალი ადამიანი, ამას თან სდევს სულიერი ნუგეშიც და სიხარულიც. და ჩვენ ველოდით რა შეიძლება ეს, როგორ გამოვლინდება ეს. და ჩვენ მომსწრენი გავხდით ნამდვილი სასწაულისა. მთელი საქართველო ფეხზე ადგა და დაიძრა მისი უწმინდესობის და უნეტარესობის ნეშტისკენ თაყვანისცემის, მადლიერების, სიყვარულის გამოსახატავად. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 2028-2029 წლის სასწავლო წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების კვოტები გაორმაგდება, ვინაიდან მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეები სკოლებში სწავლას ერთდროულად დაასრულებენ. ორ წელიწადში 2028 წლის მაის-ივნისში, როდესაც ახლანდელი მე-9 და მე-10 კლასები მე-11, მე-12 კლასს დაასრულებენ და მათ უკვე ექნებათ შესაძლებლობა, რომ ეროვნული გამოცდების ჩაბარების პროცესში იყვნენ. აქ ჩვენ ხვდებით, რომ გაორმაგებული რაოდენობა იქნება სკოლადამთავრებულების, რაც იგივე კვოტების არსებობის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გაზრდიდა ძალიან დიდად კონკურენციას უმაღლეს სასწავლებლებში. ჩვენ გვაქვს გაცხადებული გადაწყვეტილება მიღებული იმის თაობაზე, რომ ამ წელს საგამონაკლისო წესით, გამომდინარე ახალგაზრდების რაოდენობიდან გავაორმაგოთ ადგილების რაოდენობა, კვოტების რაოდენობა სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში. შესაბამისად, კონკურენცია რა თქმა უნდა იქნება და ყოველთვის იქნება, მაგრამ კონკურენციის ის მასშტაბები, რაც არსებული კვოტების მიახლოებითი რაოდენობით იქნებოდა განსაზღვრული, რა თქმა უნდა ძალიან გაზრდიდა კონკურენციას, ამიტომ ჩვენ აღნიშნულ გარემოებას ვითვალისწინებთ და შესაბამისად 2028-29 სასწავლო წლისთვის ჩარიცხულ სტუდენტებს ორმაგი კვოტის რაოდენობით მივიღებთ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში.
უნგრეთის მთავრობამ გადაწყვიტა უკრაინას გაზის მიწოდება შეუწყვიტოს, სანამ არ განახლდება მილსადენ დრუჟბით უკრაინის გავლით უნგრეთისთვის რუსული ნავთობის მიწოდება. გადაწყვეტილება დღეს 25 მარტს გამოაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა. Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეო მიმართვაში ორბანი ამბობს, რომ უკრაინისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას თანდათან შეწყვეტენ და გაზის ამოცულობას თავად უნგრეთის საცავებში შეინახავენ. ირანმა შეერთებული შტატებისგან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 15 პუნქტიანი წინადადება მიიღო. ინფორმაციას Associated Press-ი ორ პაკისტანელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლებმაც გამოცემასთან ანონიმურობის დაცვის პირობით ისაუბრეს. წყაროების განცხადებით წინადადება მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა სანქციების შემსუბუქება, სამოქალაქო ბირთვული თანამშრომლობა, ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერება, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ მონიტორინგის განხორციელებას, რაკეტების შეზღუდვების და ჰორმუზის სრუტის გავლით გემების გადაადგილება. ცნობისთვის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს და პროცესს ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯეიდი ვენსი და სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ხელმძღვანელობენ. ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციასთან შეთანხმება არასდროს შედგება, განაცხადა ირანის არმიის წარმომადგენელმა მედიაში გავრცელებული ცნობების საპასუხოდ, რომელთა თანახმადაც თეირანს ომის დასრულების შესახებ ამერიკული გეგმა გადაეცა. ქვენმა კონფლიქტებმა იმ ნიშნულს მიაღწია, როდესაც მოლაპარაკებებს საკუთარ თავთან აწარმოებთ, განაცხადა ირანის შეიარაღებული ძალების ცენტრალური შტაბის ხათამან ალბიას წარმომადგენელმა, რომელიც ომის დროს ირანის არმიის ოპერატიულ სარდლობას ახორციელებს. მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციასთან შეთანხმება არც ახლა და არც არასდროს არ იქნება. ირანული შტაბის წარმომადგენლის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები რეგიონში ინვესტირებას ვეღარ შეძლებს, ხოლო ენერგომატარებლებისა და ნავთობის ფასები ისეთი აღარ იქნება, როგორც ადრე იყო. მან მოუწოდა ვაშინგტონს აღიაროს, რომ რეგიონში სტაბილურობის გარანტი ირანის შეიარაღებული ძალებია. საქართველო-ისრაელის საფეხბურთო მატჩამდე 1 დღე რჩება. ხვალ თბილისში ამხანაგურის შეხვედრა გაიმართება. წლის პირველ თამაშს ჩვენი გუნდი ახალი კაპიტნით შეხვდება. ამიერიდან საქართველოს ნაკრების კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია იქნება. პირველი ვიცე-კაპიტანი კი ოთარ კიტეიშვილი, ხოლო მეორე ვიცე-კაპიტანი ოთარ კაკაბაძე. საქართველოსა და ისრაელის ეროვნული ნაკრებების ამხანაგური მატჩი 26 მარტს თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 21 საათზე დაიწყება. მადლობას მოვხდით იმ ადამიანს, ვინც გადაწყვიტა, რომ საქართველოს ნაკრების ეროვნული კაპიტანი მე უნდა ყოფილიყავი. გრძნობამ დაფასებას და მიხარია, რა თქმა უნდა, ეს პასუხისმგებლობას მანიჭებს და იმას, რომ ვიყო მაგალითი თითოეული ფეხბურთელისთვის. რაც მიხარია, ის არის, რომ გასახდეთ ჩვენ თითოეული პიროვნება ერთიანი ვართ და ერთი გუნდი ვართ. ჩემთვის თითოეული ფეხბურთელი კაპიტანია და მთავარია, რომ ერთმანეთისთვის ვიბრძოლოთ. პირველ რიგში მინდა წარმატებები უსურვო კვარას ამ ახალ ეტაპზე კაპიტნის რანგში. ჩვენთვის ყოველთვის იყო განსაკუთრებული ფეხბურთელი და ლიდერი და რა თქმა უნდა დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მაგარი კაპიტანი იქნება. მეც შემდაწილად რა თქმა უნდა ჩემი პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა საპასუხისმგებლოა ვიცე-კაპიტნობა.